მაგიდის ჩოგბურთში მოასპარესეს სპორტსმენები რიგაში მიღწეული წარმატების შემდეგ საქართველოში დაბრუნდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტურნირის გამარჯვებულებს დახვდა. მინისტრმა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეული შედეგები მიულოცა და სამომავლო წარმატება უსურვა. ანასტასია ჩხარტიშვილმა შეჯიბრზე 19 წლამდე გოგონათა შორის ოქროს მედალი მოიპოვა. 14 წლამდე ვაჟთა შორის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ანდრია ჩხარტიშვილი გახდა. ხოლო 12 წლამდე გოგონათა შორის ბრინჯაოს მედალი ელენე ქობალიამ დაიმსახურა. ახალგაზრდული საერთაშორისო თასი ლატვიის დედაქალაქ რიგაში 23-26 ოქტომბერს გაიმართა, რომელშიც 9 ქვეყნის 150-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ტურნირზე საქართველოს სახელით 13-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 6 აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წევრია. ახალგაზრდა სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ. ჩვენმა ახალგაზრდებამ მოგეხსენებათ რიგის ახალგაზრდულ საერთაშორისო ტურნირზე მიიღეს მონაწილეობა და გახდნენ ჩემპიონები და პრიზიორები. ეს მართლაც უდიდესი და ისტორიული შედეგია. 9 ქვეყნის 200-მდე მონაწილე იყო. ძალიან რთული თამაშები ჰქონდათ ბავშვებს. საკმაოდ დაძაბულ თამაშებში ბავშვებმა მოახერხეს ფსიქოლოგიურადაც, ტექნიკურადაც და ტაქტიკურადაც თამაშის სწორად წარმართვა და შედეგიც სახეზია. ძალიან გამიხარდა, რომ რიგის საერთაშორისო ტურნირზე უკვე მეორედ შევძელი პირველი ადგილის დაკავება და შევძელი, რომ საქართველოს მესახელებინა და ღირსეულად წარმოედგინა. რიგის საერთაშორისო ტურნირზე პირველად ვიყავი გასული და ჩამოვიტანე მედალი მესამე ადგილის. ძალიან დიდი შრომა მქონდა ჩადებული და ამ შრომამ გაამართლა, რაც ძალიან გამიხარდა. ძალიან ძნელი ტურნირი იყო და ძალიან რთული მოწინააღმდეგეები შეგვხვდა. მე შევძელი მესამე ადგილის დაკავება, გავედი ნახევარფინალში და საბოლოო ანგარიში დავასრულე 3-2. ეს ტურნირი მაძლევს ძალიან დიდ мотивაციას, რომ გავაგრძელო ვარჯიში და დავდო უფრო დიდი შედეგი.